სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ და ვამთავრებთ ამ განყოფილებას, რომელიც არის 29 ნაწილი ბიბლიური კითხვები და პასუხებისა, რომელიც ჩაწერილი იქნა 1980 წლის 16 მაისს. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ძალიან ყურადღებით იქნა დასმული და შენიშვნული ეს. და მართლაც დაკვირებული მკითხველი სწორად აღმოაჩენს თუ ის გულწრფელია რაღაცა წინააღმდეგობა და ვარქვათ მოჩვენებითი ან რომელსაც კაფიოდ და ნათლად არ არის პასუხი გაცემული და ჩვენთვისაც დამაფიქრებელია ეს ეხება მათეს 24 თავის ბოლო ჟამის გაფრთხილებას, სადაც გახსოვთ, როდესაც ტაძრიდან გამოვლენ და იესოს კითხვას უსვამენ და იესო ყვება ამ ცნობილ თავს და ამ ცნობილი თავია მათეს სახარების ეს უკვე იესოს სიტყვებია უშუალოდ ბოლო ჟამის მოვლენებზე, რომელიც მერე გამოცხადების წინ შემოცემული ზოგი ეზეკიელში, ზოგი დანიელში და ასე შემდეგ. მაგრამ თავად თვითონ უფალი, როცა მოყავს ამას ძალიან დიდი ავტორიტეტია და კარგად შენიშნა კითხვის დამსვენებლმა ეს რაც მას აინტერესებს. თუ ეკლესია ატაცებულია და ჩვენ ვიცით რომ ჯონ მაკარტურის ჩვენს ვიზიარებთ ამ აზრს, რომელსაც შეიძლება ბევრი არ იზიარებდეს, რომ ეკლესია ატაცებული იქნება დიდი ურვის დაწყებამდე, სანამდე ეს ბოლო ჟამი დადგება და გაყვანილია სცენიდან. მაშინ კითხვა ისმება, ეს 24 თავის გაფრთხილებები ვის ეკუთვნის, თუ ეკლესია ატაცებულია? და ძალიან კარგი ესეთი კითხვა არის, მე თუ მკითხავთ. და ამითი დასრულდება დღევანდელი სესია ლოცვი დაამთავრეს ბატონი ჯონი. დიახ, გისმენთ ბოლო კითხვა აქეთ მარჯვენა მიკროფონთან. სალამი მოგესალმებით ჯონ, მე მქვია ჯესი. გამარჯობა ჯესი. ჩემი შეკითხვა ეხება ბოლო ჟამის აღსასრულს. დიახ, გისმენთ. ჯონ, თუ მე ნათლად გავიგე თქვენი გასულ კვირას, როდესაც საუბრობდით, რომ ეკლესია უკვე ახახარ იქნებოდა, როცა ყველა ეს მოვლენა უნდა განვითარდეს. და ჯონ მაკარტურ ეუბნება, დიახ, მე მჯერა, რომ ეკლესია იქნება ატაცებული მათეს 24 თავის მოვლენებამდე. და კითხვის დამსველი ჯესი აგზელებს. კეთილი და პატიოსანი, მაშინ მე მაქვს კითხვა თქვენთან. აქ მათეს 24 თავში ისე იესო იყენებს მეორე პირის ნაცვალ სახელს და ამბობს შენ, რომელიც გულისხმობს ყველა მორწმუნეს, ვინც იქნება ამ კონკრეტულ დროს. ეს ეხება იმ კონკრეტულ პერიოდს, როცა იესო ლაპარაკობს მოციქულებთან და ქრისტე პასუხობს მათ კითხვებს. და ამიტომ ის ამხნევებს და ეუბნება თქვენ, ამხნევებს, ნუ გეშისცემით. მე ვხედავ, რომ ქრისტე თავის მორწმუნეებს უყურებს, თავის მოციქულებს, როგორც მის სხეულს, მომავალ ეკლესიას და ესენი იყვნენ პიონერები. და ისინი გაივლიან გარკვეულწილად რაღაც გასაჭირის დროსაც. მათეს მე-24 თავის მე-9 ქრისტე ამბობს, თქვენ შეგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. რაც ამტკიცებს, რომ ესენი იქნებიან ქრისტეს მოწაფეები 22-24 მუხლებში და ის მათ რჩეულებს უწოდებს. ასევე იოანეს სახარების მე-11 თავში 58 მუხლში იქ კაიაფა წინასწარმეტყველებდა და მან ეს არ იცოდა. და ბიბლია ამბობს, ახლა მან ეს თქვა თავისი ინიციატივით. არ უთქვია თავისი ინიციატივით, როგორც ის წილის მღვდელმთავარმა იწინასწარმეტყველაო, რომ იესო მოკვდებოდა ერისათვისო. და არა მხოლოდ ერისათვის, არამედ იმისთვის, რომ მან ასევე შეკრიბოს ღვთისშვილები, რომლებიც მიმომფუანტულები არიან. და ამავე წიგნის მე-10 თავში ის ამბობს მე-16 მუხლში, რომ მე მყავს სხვა ცხვრები, რომლებიც ამ ფარის ნაწილი არ არიან. და მეც უნდა წავიყვანო ისინი და გაიგებენ ჩემს ხმას და გახდებიან ერთი სამწყსო. თუ ეკლესია არ გაივლის ატაცებას, მაშინ მაინც მათე რატო ამბობს ამას, რას გულისხმობს ეს გასაჭირში და ვის მიმართავს ის? ეს დიდი გასაჭირია, დიდი ურვა დაწყებულია? და როგორ მოიაზრება ყველა მორწმუნე ამაში? მორწმუნე ყველა გაივლის ამ გასაჭირს მათეს 24 თავის მიხედვით? როგორ განვასხვაოთ ეკლესია და ეს ადამიანები, ვისაც ქრისტე აფრთხილებს? იმიტომ რომ ბიბლია მათ ერთად ასახელებს, რომ ერთი ხალხია.
ჯონ მაკარტური პასუხობს: "დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მათ მხოლოდ ატაცების ძალით გამოვყოფთ." სულ ეს არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც გამოსყიდული არიან გასაჭირში, ხედავთ, და იქ ატაცება არ არის განხილული, ვიცოდეთ, მათ ეს 24-ში ატაცებას არ ახსენებს იესო, ამიტომ ძალიან რთულია მისი მოთავსება იქ. და მე ამას ვაკეთებ და იმიტომ ვილაპარაკე კვირას, რომ ადამიანებს აინტერესებთ თუ სად ხდება ეს, სად უნდა მოხდეს მოტაცება, რომელ ნაწილში და ვის ელაპარაკობს. არდა ატაცება არის ის ფენომენი, რომელიც ჩვენ სადღაც უნდა მოვათავსოთ და სადღაც უნდა დავაყენოთ ეს. აუცილებლად სადღაც უნდა იყოს ის ხდებოდეს. თუ ამას გასაჭირის დასასრულს ჩვენ დავაყენებთ, თქვენ შეგექმნათ ბევრი პრობლემა, ჩვენ ამაზე ბევრი ვისაუბროთ, რომ ღმერთი ერთდროულად ორ რაღაცას აკეთებს. თქვენ ყავთ მართალი ხალხი, რომელსაც გადიან სცენიდან და თქვენ ყავთ უსამართლოები ყოფნიც, ამავე დროს რომლებიც ижებიან და გaqავთ ერთად. ასე რომ ამას აზრი არ აქვს, ამაში ბევრი პრობლემა ჩდება. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ არსებობს მიზეზები, რომ ეკლესიის ატაცება ჩვენ წინ დავაყენოთ, სანამ ეს მოვლენები დაიწყება. ახლა როგორც თქვი, მე ვფიქრობ, უფალი გაიყვანს თავის ეკლესიას იმის გამო, რომ ეს ეკლესია არის შემაკავებელი ძალა. შემაკავებელი ძალა იმ ანტიქრისტეს მოსვლისა და გავრცელებისა მისი გავლენისა, რომელსაც გარკვეულწილად ეკლესია აკავებს. ამიტომ ის ღმერთი წარიტაცებს მის ეკლესიას, რათა ეს ყველა მოვლენები განვითარდეს. და ეს იქნება 7 წლეულის დასაწყისში, სანამ დაიწყება. და ერთგვარად მე ისიც გავიხსენე, რომ გარკვეულწილად ურწმუნო ადამიანებს გაუხარდებათ კიდევაც ჩვენი აქედან წასვლა. და თავიდან არანაირ აღორძინებას და სულიერ გამოცოცხლებას ადგილი არ ექნება. პირიქით, ადამიანები ყველანი შევლენ შეცდომაში და დაუჯერებენ ანტიქრისტეს. მაგრამ როდესაც განვითარდება ყველა ის მოვლენები, როდესაც დაიწყება დიდი ურვა, აი მერე იწყება უკვე როგორც დიდი ევანგელიზაცია, ასევე დიდი გამოსყიდვა. გასვოთ ხო 144,000 ებრაელი იწყებს ევანგელიზაციას მთელ დედამიწაზე. და უკვე ისინი ხდებიან გამოსყიდულები და ერთი ჯგუფის ნაწილი. ისინი ქრისტესთან მოდიან იგივე რწმენით, როგორც ჩვენ მივედით და სხვები. და განსხვავება აქ არ არის. ისინი გამოსყიდული იქნებიან ყველა ტომიდან, ყველა ენიდან, ყველა ხალხიდან, კრავის სისხლით. და ხსნის, სულის ხსნის მთელი პროცესი ზუსტად იგივეა, რაც ყოველთვის იყო. ერთადერთი განსხვავება, რასაც მე ვხედავ, არის, რომ ეკლესია თავიდან მორწმუნეები გაყვანილი არიან დედამიწაზე, სანამ ეს განკითხვა დაიწყება. მაგრამ ამ განკითხვის შემდეგ, ბოლო 3 წელიწადნახევარში იქნებიან უკვე ადამიანები გამოსყიდულების ჯგუფი და ყველანი ერთად შეიკრიბებიან. ყველანი მომავალში უკვე ერთად ხვდებიან ძველი აღთქმის წმინდანებთან ერთად. ყავთ 3 ჯგუფი, ესე იგი ძველი აღთქმის წმინდანები, რომლებიც ელოდებიან თავის სხეულებს, იცით ხომ, დანიელის მე-12 თავის მიხედვით და ჯერ არ არიან აღდგარი, სულებით ისინი ქრისტესთან არიან, სულიერად ეკლესია ყავთ და ბოლო ჟამის გამოსყიდული ეს ადამიანები. და ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან აღდგომის დღეს, როდესაც მოვა საბოლოო სასამართლო და საბოლოო დიდება მათი სხეულებისათვის. ესე იგი იქნებიან გასაჭირის წმინდანები, რომლებსაც აღდგომა ექნებათ ამ დროის ბოლოს. ასე რომ მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ და გაინტერესებთ განსხვავება. იმიტომ თუ ეკლესია გაიყვანეს, მაშინ ვინ არის ეს ჯგუფი? მე ამას ხედავ ღმერთის გამოსყიდული ხალხი, რომლებიც ბოლო პერიოდში იქნებიან გამოსყიდული და სულ ეს არის. და საბოლოოდ თქვენ ყავთ ძველი აღთქმის ადამიანები, ყავთ ატაცებული ეკლესიის ხალხი და გეყოლებათ ეს ხალხი იმ პერიოდის განმავლობაში, რომლებიც იქნებიან გამოხსნილი და ბოლო პერიოდში ხალხში ზოგიერთი მათგანი იქნება ებრაელი,
ზოგიერთი მათგანი იქნება წარმართი მთელი სოფლიოდან და ისინი ერთად გამოსყიდული ხალხის ნაწილი იქნება. ეს იგივეა, რასაც ებრაელების წერილი ამბობს მე-12 თავში, სადაც ნათქვამი, რომ ჩვენ ასევე იდენტიფიცირებული ვართ ურიცხ მასპინძლებთან, სამართლიან ადამიანის სულებთან, რომლებიც სრულყოფილი არიან და ჩვენ ყველანი ერთი ვართ, იმოათვალავ კომპანიასთან ერთად 60-ში საბოლოოდ. ასე რომ მე ამაში პრობლემას ვერ ხედავ. მე მხოლოდ ხედავ იმას, რომ ატაცება ცალსახად ხდება გამოსყიდვის ამოღების მიზნით ხალხის დედამიწაზე სამჟავროს დაწყებამდე. ამ განკითხვის შედეგად შემდეგ ხომ უკვე იწყება ახალი, სხვა მორწმუნე ხალხის გამოსყიდვა და მათი შეკრება უკვე ერთად. ისევე როგორც ისინი ძველ აღთქმაში, რათა მარადიულად ერთად ერთ დიდ სამწყსოში შევიდნენ. გასაგებია, დიდი მადლობა, კარგი კითხვა იყო და ამითი ჩვენ ახლა დავასრულეთ და მოდით ახლა ყველანი ერთად ფეხზე ავდგეთ და ვილოცოთ, რათა გაგიშვათ სახში. მამაო, გმადლობთ ამ საღამოსათვის და თქვენი სიტყვის გარშემო ყოფნისათვის. ეს იყო ძალიან კარგი და შესანიშნავი დრო, რომელიც დღეს ჩვენ დავყავით თქვენთან ერთად. ჩვენ მადლობას გიხდით ჩვენი სიყვარულისათვის და გთხოვთ, რომ ხშირად მოგცეთ ხოლმე ასეთი შეხვედრების საშუალება, იმედიანი გულით და რწმენით ჩვენს მეგობრებთან ერთად, რათა ყველა მოისმინოს იესო ქრისტეს გზავნილი. გთხოვთ დალოცოთ ყოველი ჩვენი შეხვედრა და დაგულოცოთ უფლის დღესაც მომავალ კვირას, როდესაც აქ შევიკრიბებით. ჩვენ ველით მას სიხარულით და მადლიერებით იესო ქრისტეს სახელით. ამინ.